მოგესალმებით, მე ვარ ეკა კვაჭანტირაძე. წარმოგიდგენთ კურსს ქართული და ევროპული იდენტობა ისტორიულ რეტროსპექტივაში. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა არის მსოფლიო მე-18-მე-20 საუკუნეებში ამერიკული, ევროპული და ქართული იდენტობა. ამ ლექციის მთავარი განსახილველი საკითხები არის ამერიკული იდენტობის ჩამოყალიბება, ევროპული რევოლუციები, ქართული იდენტობის სამი მარკერის გაუქმება რუსეთის მიერ, მოდერნისა და პოსტმოდერნის ეპოქის აზროვნება. ამ ეპოქის მსოფლიოს მთავარი მახასიათებელია ამერიკული იდენტობის ჩამოყალიბება. საინტერესო პროექტია, როცა მულტიეთნიკური საზოგადოება ქმნის ერთობას თან მე-18 საუკუნეში. ბოლო დროს განსაკუთრებით ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან ამ ერთობას ამერიკული ერის სახელით მოიხსენიებენ American Nation. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ფორმულირება სწორი არ არის, რადგან ამერიკელი ხალხი, როგორც მას მოიხსენიებდნენ, ბევრად სწორი ფორმულირება არის, რადგანაც ნაციის შექმნა ეს რაღაც რთული ფენომენი არის და ამიტომ ამასთან დაკავშირებით ახლა საუბარს აღარ გავაგრძელებ, თუმცა ცხადია, რომ ეს არის ერთი მიზნისკენ მიმართული ერთობა, ეს არის თავისუფლებისა და თანასწორობის სახელით შემოთავაზებული წესრიგი, მაგრამ განსხვავებით ევროპული თავისუფლებისაგან სიმდიდრის დაცვის ნიშნით. ამერიკული იდენტობის მეორე ნიშანია რელიგიურობა, რაც ამერიკული ერთობის შეჭიდულობის მთავარი მახასიათებელი ხდება. ქართული იდენტობა ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ისეთ სააზროვნო სისტემად, რაც დღეს აქვს ქართულ ერთობას. მე-18 საუკუნეში ქართულმა ერთობამ პირველად დაიწყო მიწიერი მხსნელის ძიება. მე-19 საუკუნეში გაუქმდა ქართული იდენტობის მახასიათებლები და ჩამოყალიბდა აზროვნების სრულიად განსხვავებული ტიპი. ახლა დავიწყოთ, რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ძალიან მოკლედ. ყველაფერი დაიწყო 1492 წელს კოლუმბის მიერ ახალი კონტინენტის აღმოჩენით. 5 წლის შემდეგ ამ აღმოჩენიდან პორტუგალიელები გადასხდნენ პირველები ამ ტერიტორიაზე, რომელსაც შემდეგ ბრაზილია ეწოდა. შემდეგ ამერიკის კონტინენტზე მოდიან ფრანგები, ისინი იკვლევენ კანადას, ინგლისელები აგვიან გამოჩნდნენ, მაგრამ ინგლისელთა ამ გადმოსახლებულ ადამიანთა ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ 1 მილიონ ინგლისელზე მოდიოდა 63,000 ფრანგი. ინგლისელმა მიგრანტებმა პირველი ადგილი დააიკავეს და მათ გაუსწრეს ესპანელებსა და ფრანგებს. მე-18 საუკუნის 70-იან 80-იან წლებში ევროპის მთელი გულისყური ამერიკისკენაა მიპყრობილი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკული რევოლუციის ბელადები იზიერებენ ლოკისა და განმანათლებელ ფილოსოფოსთა იდეებს. ბევრი ხედავს ამერიკაში ამ იდეების განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან პოლიტიკური იდეები ვრცელდება არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ ამერიკიდან ევროპისაკენ. ეს არის კოლონიების ხანა და ამერიკულ კოლონიებში ბრიტანეთის დიდი არმია დგას. კოლონიებსა და ლონდონს შორის კონფლიქტი წარმოიშვა მაღალი გადასახადების გამო, შემდეგ ეს გადასახადები მოხსნეს და დატოვეთ მხოლოდ ჩაიზე გადასახადი, რამაც გამოიწვია 1773 წლის ცნობილი მოვლენები, როდესაც ინდოეთიდან ჩამოტანილი ჩაი ბოსტონის პორტში გადაყარეს. ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით არ შეიძლებოდა გადასახადების დაწესება გადასახადის გადამხდელების თანხმობის გარეშე. კოლონისტები კი არ იყვნენ წარმოდგენილი ლონდონის პარლამენტში. 1773 წელს ფილადელფიაში შეიკრება 13 კოლონიის წარმომადგენელი. ეს არ იყო ექსტრემისტების შეკრება. აქ იყვნენ ადვოკატები, ექიმები, კომერსანტები, რომლებიც თვლიდნენ თავს პატრიოტებად და არ ისწრაფოდნენ ომისაკენ. მათ დაასახელეს პოლკოვნიკი ჯორჯ ვაშინგტონი კოლონიური არმიის მხედართმთავრად. კონგრესმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ჩაით ვაჭრობაზე ინგლისის მონოპოლიისათვის. ამის საპასუხოდ ბრიტანეთმა ამერიკის სანაპიროებთან თავისი ხომალდები განალაგა, რათა შეეშალა ხელი იმპორტისა და ექსპორტისათვის. კონფლიქტი იზრდებოდა და ღრმავდებოდა, რასაც 6 თვის შემდეგ მოყვა 1776 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება. საფრანგეთის და ესპანეთის მთავრობები, ინგლისის ტრადიციული მოწინააღმდეგეები სამხედრო დამხმარებას უწევდნენ ამერიკას, რომელმაც 1773 წელს აიძულა ინგლისი ეღიარებინა მისი დამოუკიდებლობა.
ორმა დოკუმენტმა, დამოუკიდებლობის დეკლარაციამ და 1787 წლის კონსტიტუციამ შესძინა ახალგაზრდა ამერიკას თვითცნობიერება. ეს კონსტიტუცია ეფუძნებოდა და დამყარებული იყო ჰობსის ფილოსოფიაზე და კალვინის რელიგიაზე. და აგრეთვე ეფუძნებოდა იმ მთავარ იდეას, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია. დეკლარაციაში გაცხადებული იყო, რომ ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე არის, მაგრამ მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელი იყო საკუთრების და სიმდიდრის დაცვა. უკვე ამერიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას არსებობდნენ დიდრები, რომელთაც მათი სიმდიდრე სხვების სათავეში ჩადგომაში უნდა დახმარებოდა. საკმარისია წავიკითხოთ ფილადელფიაში შეკრებილი კონსტიტუციის ავტორების წერილები, რომ ჩავწუდეთ მათი ფიქრების არსს. ისინი აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მას, ვისაც აქვს $100,000-ზე მეტი, შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. შემოთავაზებული წესრიგით, თავისუფლებისა და თანასწორობის სახელით გაფორმდა ახლად ჩასახული კაპიტალიზმის ამერიკული ისტორია. ამერიკაში წარმოებული ბრძოლა კერძო ინტერესებისათვის იმავე დროს უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე ევროპის კაპიტალისტურ ქვეყნებში, რადგან მას სარგებელი მოქონდა არა მხოლოდ ერთი ჩაკეტილი პრივილეგირებული კლასისათვის, როგორც ეს ევროპაში იყო. ამერიკული საზოგადოება უფრო გახსნილი იყო და ყველა საშუალებას აძლევდა გამოეყენებინა საკუთარი შანსი და გადაელახა სოციალური ბარიერები. ამ პერიოდის ამერიკის კლასიკური მაგალითია დამოუკიდებლად წარმარტების მიმღწევი ადამიანი, ანუ self-made man. ახლა შევეხოთ მე-18-მე-19 საუკუნის ევროპას. ევროპული სახელმწიფოები ამ პერიოდში უკვე გრძნობენ თავს ერთი და იგივე კულტურისადმი კუთვნილებითად. ამ პერიოდის ყველაზე დიდი მოვლენაა საფრანგეთის 1789 წლის რევოლუცია, რომლის დროსაც შეიქმნა მოქალაქეთა არმია, რომელიც ნაპოლეონმა მთელ ევროპაზე გაატარა რევოლუციური იდეებისა და თავისი ძლევამოსილების დასამტკიცებლად. 14 ივლისს ფრანგებმა აიღეს ბასტილიის ციხე. ბოლო დროს სხვა შორის უფრო სკეპტიკურად არიან ფრანგები განწყობილი იმისა, თუ რატომ არის ბასტილიის ციხის აღება მათი დამოუკიდებლობის დღე. ანუ რისგან განთავისუფლდნენ. რისგან მოიპოვეს თავისუფლება მეფისაგან, როცა სულ მცირე ხანში კვლავ დაუბრუნდნენ იმპერატორის ტიტულს. 1791 წელს მიიღეს საფრანგეთში კონსტიტუცია, რომლითაც მეფე გამოცხადდა კონსტიტუციით შეზღუდულ სუვერენად. ერთი წლის შემდეგ ჩამოაგდეს მეფე ლუდოვიკო მე-16 და საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. რობესპიერმა თქვა, ცეზარი მოვა ხელისუფლებაში. თქვა მაშინ, როდესაც საკანონმდებლო კრებამ გამოაცხადა საფრანგეთის შესვლა რევოლუციურ ომში. 1799 წლის 9 ნოემბერს მისი ნათქვამი ახდა. ცეზარს ერქვა ნაპოლეონ ბონაპარტე. ის გახდა პირველი კონსული, ხოლო 1804 წელს გახდა იმპერატორი. მისი იდეა იყო შეექმნა ფრანგული ევროპა. ახლა რაც შეეხება რუსეთს, რომელიც უკვე ამ პერიოდში მეტად მომძლავრებული სახელმწიფოა. რუსეთი მე-18 საუკუნიდან იწყებს ბალტიისა და შავ ზღვაზე გასვლას. რუსეთი ხვდება, რომ რა თქმა უნდა ის სახმელეთო სახელმწიფოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ მისი ამბიციები იყოს მსოფლიოს ერთ-ერთი მეგა სახელმწიფო, ამის საშუალებას არ მისცემს, ამიტომ ცდილობს ზღვაზე გასასვლელს. პეტრე პირველი აჩქარებს რუსეთის ინტეგრაციის პროცესს დასავლეთთან, აშენებს პეტერბურგს დასავლურ მოდელზე, ქმნის ფლოტს, გაპარსავს ბოიარებს და ამით რაღაც გარკვეულწილად ევროპული მოდელისაკენ მიდის. ამ პერიოდის ევროპული რევოლუციების დროს კარგად წარმოჩნდა არამართებული ქრისტიანული ფასეულობების პრიმატი. ინგლისის და საფრანგეთის დიდი რევოლუციების დროს დაუნანებლად იღვრება სისხლი, რადგან თავარია ეგრეთ წოდებული დიადი იდეალები. ადამიანის დანიშნულებაა დიდი საქმეების კეთება. ამიტომ კოლექტივის ბედნიერება მეტია ერთი ადამიანის უბედურებაზე. ეს ლოგიკა სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ აზროვნებას, სადაც პიროვნება მეტია სოციუმზე, სადაც პიროვნება უნდა ცხოვრდეს და
სახელმწიფოები და ცივილიზაციები ვერ ცხონდებიან. მე-18 საუკუნე ორჭოფობის საუკუნეა საქართველოსთვის. ყველაზე ცუდი რაც ამ დროს ხდება, ისაა რომ ქართული ელიტა იწყებს ფიქრს, შეუძლია თუ არა ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლად სხვა ქვეყნების პროტექტორატის გარეშე არსებობა. განძის დატვირთვა დაიკარგა. ახალი მხსნელის ძიების პროცესი დაიწყო. პირველად დაუშვა ქართულმა ერთობამ მიწიერი მხსნელი და როგორც კი დაუშვა, შემოვიდა ის ფასეულობები, რომლებმაც თავდაყირა დააყენა მისი ფასეულობათა სისტემა. პოლიტიკური პროტექტორი სჭირდებაო ქართველობას, სულიერი მხსნელი აღარ სჭირდებაო. ჩვენ გადავშენდებითო თუ პოლიტიკური მხსნელი არ გვეყოლებაო, ის ვინც მოგვივლის, ვიპატრონებსო, ასეთი აზროვნება იწყება. ამის შედეგია ვახტანგ მე-6-ის და სულხან საბა ორბელიანის ევროპისაგან გადადგმული სრულიად გაუთვლელი ნაბიჯები. ერეკლე მეორის გადაწყვეტილებები, აი ეს შეიცვალა მოვლის მომენტი. ადრე ვიგვივლიდა და ახლა ვინ გავიხადეთ მხსნელად. რა იყო იმ აზროვნებიდან გადახვევა, რამაც გამოიწვია კატასტროფა? რა არის მიზეზი იმისა, რომ ასეთი ბრძენი ადამიანის როგორც სულხან საბა ორბელიანია, ასეთი არასწორი აზროვნების მიზეზი? ამის მიზეზი არის ის, რომ მეფე მოაზრებულია როგორც სახელმწიფოებრიობის ის სიმბოლო, რომლის გადარჩენაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასი ხდება. დავიწყებულია ქართული ერთობის აზროვნების ის მიმართულება, რომლითაც მეფეც იმ ფასეულობებს უნდა ემსახურებოდეს, რაც ქართული ცივილიზაციის გადარჩენისათვის უმნიშვნელოვანესი და უპირობოა. ქართულ ერთობაში ჩნდება მცდელობები იმისა, რომ ოღონდ გამოსავალი იქნას ნაპოვნი და სრულიად დასაშვები ხდება, ეს გამოსავალი ეწინააღმდეგებოდეს იმ სააზროვნო პრინციპს, რითაც ქართული ერთობის იდენტობა განისაზღვრა. ყოველი ასეთი შემთხვევის დასასრული ერთია. მას კიდევ უფრო დიდი პრობლემები და სიმძიმე მოაქვს. სულხან საბა სრულიად უშედეგო ელჩობა ევროპაში ნათელი მაგალითია იმისა, თუ ღირებულები და დეზორიენტირებულ ერთობას როგორ ვერ უშველის გარე დახმარების მოლოდინი. რა მოხდა? რა შეიცვალა? ერთობის მისია ჩამოიშალა. შეწყდა საღვთო ენერგიებთან კავშირი, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ერეკლეს რუსეთზე ორიენტაციის საბოლოო გადაწყვეტილება, ფიქრობთ, ქართული ერთობის ერთმა უმთავრესმა ფასეულობამ გადაწონა. სუვერენულ უფლებებზე უარის თქმით, შეენარჩუნებოდა უმთავრესი იდენტობრივი მარკერი რელიგია. მაგრამ მეფის არჩევანმა ვერ გაამართლა. ერეკლეს ეგონა ფასეულობით არჩევანს აკეთებდა, მაგრამ პოლიტიკური იყო ეს არჩევანი. როგორ უნდა გააკეთო ღირებულებითი არჩევანი? ღმერთთან ცოცხალი კავშირის გარეშე ეს შეუძლებელია. ეს დაკარგა ქართულმა იდენტობამ. ერეკლე ბევრს ფიქრობდა ქვეყნის გადარჩენაზე. ალბათ ეს არის მეფე, რომელიც ყველაზე მეტად იყო შეშფოთებული იმაზე, რა ეშველებოდა ამ ქვეყანას მის შემდეგ. ერეკლემ რატომღაც გადაწყვეტა თავის სიცოცხლეში ვინმესთვის ჩაებარებინა ეს ქვეყანა, მაგრამ მეფის არჩევანმა ვერ გაამართლა, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის აირჩევდა. რუსეთს, ოსმალეთს თუ სპარსეთს. აქ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ უკვე ეს არჩევანი დადგა. ეს არჩევანი არ უნდა დამდგარიყო. აზროვნებაში ეს არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, რაც ბევრად უფრო მძიმე პერიოდში საქართველოს ცხოვრებისა ეს არ მომხდარა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მენტალობაში მოხდა ცვლილება, რაც იმაში გამოიხატა, რომ საკუთარი თავის იმედად ყოფნის ფაქტორი გამოირიცხა. ეს იყო მთავარი. და მერე ვის აირჩევდა ერთმორწმუნე რუსეთს თუ მაჰმადიან სპარსეთს, დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. პირველად დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ უცხო, მიწიერი მხსნელი და განუდგა ზეციურ მხსნელს, რომელზეც იყო მისი სააზროვნო სისტემა დაფუძნებული. ქართული ერთობისათვის ნიშნეულია არა ძიება იმისა, რის გამო აღმოჩნდა ამგვარ შეჭირვებაში, არამედ ძიება იმისა, თუ სად შეძლებს ხორციელი შვების პოვნას. მაშინდელი ქართული ერთობა, რომელსაც დიდი ხანია მისი იდენტობის განმსაზღვრელი სოფლმხედველობა დავიწყებული ჰქონდა, ეძებს მხსნელს. ისტორიულად მისი ხსნა ჭეშმარიტ ღირებულებათა სისტემის გახსენებაში იყო მოაზრებული, თუმცა ახლა ის ხსნას
ძლიერ მიწიე პატრონში ეძებს. მე-19 საუკუნის პირველი წლიდანვე 1801 წელს რუსეთი აუქმებს ქართული იდენტობის სამივე მარკერს: სახელმწიფოებრიობას, ენას და რელიგიას. ერთმანეთის მიყოლებით იპყრობს ქართულ სამეფო სამთავროებს. იერთებს მათ. აუქმებს მეფობის ინსტიტუტს საქართველოში. შევიწროებული და შელახულია მართლმადიდებლობისა და ქართული ენის უფლებრივი სტატუსი. ამგვარად მოიშალა ქართული თვითცნობიერების სამივე მარკერი: მეფობა, რელიგია და ენა. რუსეთის საიმპერატორო კარმა შეასრულა გეორგიევსკის ტრაქტატით დადებული პირობა და ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიორგი მე-12. გიორგი მე-12 უკვე ავადმყოფი იყო ტახტზე რომ ავიდა, ამიტომ მალე გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე დავითი ემზადებოდა ქართლ-კახეთის ტახტთან დასაკარგებლად, თუმცა რუსეთმა უკვე ამას უფლება აღარ მისცა. დავითი გაიწვიეს რუსეთში, მისცეს სახლი, დაუნიშნეს პენსია მას და მის შთამომავლებს და დავითი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. გაუქმდა ქართლ-კახეთი და ის რუსეთის განაპირა გუბერნია გახდა, რაც ფაქტობრივად 1801 წლის მანიფესტით გაფორმდა. სიონის ტაძარში შეკრებენ ქართულ ელიტას, ქართულ თავადაზნაურობას. მათ არ იციან რისთვის არიან შეკრებილები და მას შემდეგ, რაც მას წაუკითხავენ მანიფესტს, ისინი მიხვდებიან, რომ მათ სახელმწიფო აღარ აქვთ. მეფობის ინსტიტუტი არ აქვთ და დამოუკიდებლობა მათი დასრულებულია. ამის შემდეგ იწყება დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროებშიც ქართული მმართველობის გაუქმება, ანუ ქართულ ცნობიერებას გამოეცალა ის მთავარი ღერძი, რაც სახელმწიფოებრიობა იყო. რუსეთმა აკრძალა საგანმანათლებლო სისტემაში და ოფიციალურ საქმის წარმოებაში ქართული ენის გამოყენება. ანუ მოიშალა ქართული თვითცნობიერების მეორე ნიშნულიც ენა. ენა ქართველებისათვის არასდროს არ იყო მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. არამედ პირველ რიგში ქართული ენა იყო აზროვნების საშუალება. ქართული ესაა გულის ენა. ამ ენაზე ლოცულობს ქართველი. სწორედ ეს იქნა მოშლილი, რადგან რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. უკანასკნელი კათალიკოსი ანტონ მეორე 1810 წელს რუსეთში გაიწვიეს. მან მთელი დღე ლოცვაში გაატარა დაკეტილ სვეტიცხოვლის ტაძარში, რადგანაც მას კარგად ჰქონდა აღქმული, რომ ქართული ერთობის მთავარი მისია განძის მცველობა იყო და სწორედ ამ განძთან გაატარა მისი უკანასკნელი ყოფნის დღე კათალიკოსმა ანტონ მეორემ საქართველოში. და საღამოს რუსეთის გზას დაადგა, ის საქართველოში აღარ დაბრუნებულა. საქართველოს ეკლესიის უმაღლესი მწყემსთავარი რუსი ეგზარქოსი გახდა. პირველი ეგზარქოსი იყო ვარლამ ერისთავი, ამის შემდეგ სულ რუსი ეგზარქოსები არიან საქართველოში. მეორე ეგზარქოსი იყო თეოფილაქტე, მღვდელმთავართა საფლავების მძარცველი. წმინდა ნინოს საფლავი გათხარა სიმდიდრის ძიების მიზნით და იქვე საფლავთან ნახეს გარდაცვლილი, როგორც დაადგინეს გულის შეტევით. ქართულ ეკლესია მონასტრებში წირვა, ლოცვა რუსულად დაწესდა, რამაც ბრევლი ეკლესიას განაშორა. ანუ გაუქმდა მესამე მარკერიც, რელიგიური ნიშნული, რამაც ქართულ თვითცნობიერებაში სრული რღვევა გამოიწვია. მე-19 საუკუნეში სრულიად არეულ ფასეულობათა სისტემას წინ აღუდგნენ თერგდალეულები. ილიას თაოსნობით. ილია წავიდა იმ აზრის წინააღმდეგ, რაც ერეკლეს დროინდელმა საზოგადოებამ შემოიტანა. ილიას მიერ დასახელებული სამი მთავარი ფასეულობა, ენა, მამული სარწმუნოება, არის ზუსტად ქართული იდენტობის ის უძველესი სამი მარკერი, ოღონდ განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტში. ილია შეეცადა ქართველებისთვის გაეხსენებინა მათი მთავარი მისია. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. ჩვენი მთავარი მისია ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენაა. აკაკი ბაქრაძე ძალიან კარგად წერდა, რომ ილიამ როგორც ქირურგმა გაკვეთა საქართველოს სხეული და ყველა ორგანოს დაუსვა დიაგნოზი. ეს სწორი დიაგნოზი კი მდგომარეობდა იმაში, რომ ქართული ერთობა უნდა დაბრუნებოდა
თავისი იდენტობის უმთავრეს მახასიათებლებს. კი არ წასულიყო ახალ გზაზე, არამედ ძველი, აპრობილებული გზა უნდა გაეხსენებინა. ისმის კითხვა რატომ ვერ განკურნა ილიამ საქართველო, იმიტომ რომ ვერც ერთი ექიმი ვერ გიმკურნალებს თუ წამალს არ დალევ. ილია არ ამბობდა ხმალი ავიღოთ და ვიბრძოლოთო. ახლა ასეთი ბრძოლის დრო არ არისო, ის ამბობდა, ახლა განათლებით, ცოდნით, გონებით, გულით ბრძოლაა საჭიროო, ფიქრობდა ილია. ეს არ განხორციელდა, რადგან არ შევასრულეთ, რაც მკურნალობაში ჩაგვიწერა. ილია არ მიიღო ქართულმა ერთობამ. საქართველომ არ აირჩია ილიას გზა და მოკლა. რა მნიშვნელობა აქვს ის მოკლეს სოციალ-დემოკრატებმა? თუ ჩახმახს ხელი ვინ გამოკრა, ბერბიჭაშვილი იქნებოდა თუ ეს სხვა ვინმე. ილია მოკლა ქართულმა ერთობამ. ღირებულებებისაგან დაცლილმა ქართულმა საზოგადოებამ, ალბათ დღესაც ასე იქნებოდა. რა მოხდა რეალურად? საბოლოოდ გაწყდა საღვთო ენერგიებთან შეხება. ქართული საზოგადოება მონობაზე შეგუებული საზოგადოება აღმოჩნდა, მას არ ძალუძდა თავისუფლების მოყვარეობა და ვფიქრობ, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა არის დღესაც. მე-19 საუკუნის მსოფლიოში, როგორც ვთქვით, იქნება ახალი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები, სრულიად ახალი და განსხვავებული წესრიგით, რომელმაც დიდწილად შეცვალა მსოფლიოს სახე, ხოლო ქართული იდენტობა სრულად კარგავს მის ჭეშმარიტ ისტორიულ ფასეულობებს და ძირითად მისიას, იცვლება ქართული ერთობის სააზროვნო სისტემა. ერეკლეს დროინდელი საზოგადოება კარგად გვიჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური ნიშნული საბოლოოდ იქცა ქართული ერთობისათვის აზროვნების განმსაზღვრელად. ამიტომაც საზოგადოება ორიენტირებული აღარაა ფასეულობათა მოძიებას და დაცვაზე. ის მიდრეკილია პატრონისა და პოლიტიკური მხსნელის ძებნისაკენ. ჭეშმარიტი ღირებულებებისაგან განდგომამ ეროვნული ღირსება ვიწრო ნაციონალურ სიამაყემდე დაიყვანა. მიწიერი პატრონის ძებნა შედეგია ქართული ერთობის მიერ იდენტობის განსაზღვრელი სოფხედელობის დატევების. უარის თქმის. რამდენადაც მან სოციალურ-პოლიტიკური მხარე გახადა აზროვნების მთავარ შემადგენელად. სწორედ სოციალურ-პოლიტიკური მხსნელის ძებნა ექცა მთავარ პრობლემად ქართულ ერთობას. ქართულმა საზოგადოებამ უარი თქვა საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ თვითცნობიერებაზე. ღირებულები და დეზორიენტირებული საზოგადოების საბოლოო შედეგი კი ბუნებრივად და უპირობოდ ფაქტობრივად არის მონობა. მე-20 საუკუნეში იცვლება ევროპული საზოგადოების მსოფლმხედველობა, მსოფლახქმა, ესთეტიკური იდეალების სულიერი განწყობები, კიდევ უფრო მეტად მკვიდრდება ფსევდოღირებულებები. ამ საუკუნის მახასიათებელია პოლიტიკის გაკერპება, რომელიც ორ მსოფლიო ომსა და დიქტატორულ რეჟიმებში, ფაშიზმი, ნაციზმი, კომუნიზმი გამოიხატა. ორივე მსოფლიო ომი ევროპელთა ინიციატივით დაიწყო მსოფლიოს გადანაწილებისათვის. დასავლეთის საზოგადოება დადგა საშიშროების წინაშე, რომ არ გამართლდეს შპენგლერის სიტყვები და არ მოხდეს ევროპის დაისი. მე-20 საუკუნის ეპოქალურ მოვლენად, რომელმაც შეცვალა სამყაროს სახე, ითვლება პირველი მსოფლიო ომი. აქედან იწყება ახალი ისტორიული ეპოქის დროის ათვლა. ორი სამხედრო ბლოკი დაპირისპირებული ერთმანეთთან და მსოფლიოს გადანაწილებისათვის წარმოებული ომი. რუსეთი, რომელიც ამ ომში ერთ-ერთ ამ ბლოკში იყო ჩართული, ხდება რევოლუცია 1917 წელს. ორი რევოლუცია ხდება, ერთი თებერვლის რევოლუცია და მეორე ნოემბრის რევოლუცია. პირველი რევოლუციის დროს შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც დაკომპლექტდა რუსული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისაგან. ამით რომ დამთავრებული იყო საქმე, რუსეთი ევროპული სახელმწიფო იქნებოდა, მაგრამ 1917 წლის ნოემბერში მოხდა სამხედრო გადატრიალება ბოლშევიკების მიერ. ხელისუფლებაში მოვიდა მუშათა გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოების სრულიად გაუნათლებელი ხალხი. სახელმწიფო მართვის ნულოვანი გამოცდილებით ლენინის ხელმძღვანელობით. რუსეთში დაიწყო სამოქალაქო ომი თეთრგვარდიელებსა და წითელგვარდიელებს შორის. რუსეთი ცდილობს გამოვიდეს მსოფლიო ომიდან, რადგან ასეთ საშინაო დაპირისპირებაში სხვა გამოსავალი არ აქვს. ამ სიტუაციით ისარგებლა ქართულმა სამღვდელოებამ და 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ 12 მარტს
სვეტიცხოველში აღდგენა გამოაცხადა 106 წლის წინ გაუქმებული ეკლესიის ავტოკეფალიისა. სექტემბერში საეკლესიო კრებამ პირველ კათალიკოსად ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აირჩია კირიონ მეორე საძაგლიშვილი. პირველი მსოფლიო ომიდან რუსეთი ცდილობს გამოვიდეს, რასაც ეწინააღმდეგებიან ანტანტის ბლოკის წევრები, რომლებიც ფაქტიურად გამარჯვებულები არიან ომში და ახლა რუსეთის გამო უწევთ გარკვეული დათმობები, რაც სრულად არ უნდათ. ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებაში თურქეთი მოსთხოვს რუსეთს ყარსის და ბათუმის ოლქების დათმობას. რუსეთი, რა თქმა უნდა, თანხმობას განაცხადებს. ამ დროს სამხრეთ კავკასიის გაერთიანებას ერქვა ამიერკავკასიის კომისარიატი, ანუ სამხრეთ კავკასიის მთავრობას ფაქტობრივად ერქვა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომლის თავმჯდომარე იყო ევგენი გეგეჩკორი. მთავრობა ცხადია არ იყო თანახმა ძირძველი ქართული მიწების თურქეთისათვის გადაცემაზე, ამიტომ თურქეთს მშვიდობიანი მოლაპარაკების გაგრძელების წინადადება შესთავაზა. თურქეთის მთავრობა მიიღო წინადადება და დათანხმდა, მაგრამ მოლაპარაკების დაწყების პირობად ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაფორმება მიიჩნია. ანუ თქვენ ვერ გელაპარაკებით, იმიტომ რომ თქვენ ხართ რუსეთის კოლონია, თქვენ არ ახართ სამხრეთ საქართველო. 1918 წლის 15 მაისს ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი ბათუმიდან ნოე ჟორდანიას საიდუმლოც წერდა, რომ ერთადერთი გზა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. ასე დეპეშით გამოგზავნილი რჩევით 26 მაისს დილის 11 საათზე ამიერკავკასიის ფედერაცია დაშლილად გამოცხადდა და 17 საათზე ნოე ჟორდანიამ მთავრობის სასახლეში შეკრებილ ქართულ საზოგადოებას და უცხოელ მსტომრებს გააცნო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. მენშევიკური მთავრობის პერიოდში 1918-1921 წლებში დაიძაბა ურთიერთობა მეზობლებთან, რადგან ქვეყნების ფაქტობრივი საზღვარი და ისტორიული სინამდვილე ურთიერთშესაბამისობაში არ იყო. 1918 წელს მოხდა ომი სომხეთთან, 8 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მიმდინარეობდა ეს ომი. დაიძაბა ურთიერთობა აფხაზეთთანაც. 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ქართული თვითცნობიერების დაკარგული უმთავრესი ნიშნულების აღდგენა ვერ მოხერხდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მმართველ სოციალ-დემოკრატებს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ცნობიერების დეფიციტი ჰქონდათ. სპონტანურად გამოცხადებული დამოუკიდებლობის ფონდზე მას სრულყოფილად არ ჰქონდათ გააზრებული როგორც სახელმწიფოებრიობის არსი, ისე ქართული ცნობიერების ძირითადი მახასიათებლები და მათი დაცემა აღორძინების აუცილებლობა. 1921 წელს საბჭოთა ჯარებმა აიღეს თბილისი. ბრძოლები მიდიოდა ყოჯორთან და ტაბახმელასთან. დაიღუპა იუნკერების დიდი ნაწილი. სერგო ორჯონიკიძემ დეპეშა გაუგზავნა სტალინს. თბილისი აღებულია. თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. დეპეშით გამოცხადებული დამოუკიდებლობა დეპეშითვე გაუქმდა. 1921 წლიდან გასაბჭოების შემდეგ 70 წლიან პერიოდში ქართული ერთობა სრულად მოწყდა როგორც ევროპაში მიმდინარე ინტელექტუალურ მემკვიდრეობას, ინტელექტუალურ შემოქმედებას, ისე საკუთარი მეზძიების პროცესაც უფრო მძიმე იყო. საკუთარი იდენტობის ძიების პროცესი. მან გაწყვეტა შინაგანი კავშირი, შინაგანი კონტაქტი საკუთარ თავთან, საკუთარ ერთობასთან, ძირითად ფასეულობებთან და ღირებულებებთან, რაც ვფიქრობთ, დღემდე გრძელდება. იკვეთება რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება, ყოველგვარი დასავლურის კალკირება ან ბრძოლა ყოველგვარ სიახლესთან. ასეთმა პოლარიზაციამ ჩვენში და ჩვენ საზოგადოებაში ერთი მხრივ ყალბი პატრიოტიზმის მომძლავრება გამოიწვია, მეორე მხრივ კი უსუსური ნიჰილიზმის და უიმედობის სინდრომი გააჩინა, რაც თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ასე მძლავრობს. მეორე მსოფლიო ომმა 70-85 მილიონი ადამიანი შეიწირა. სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ ბრძოლის ველზევე შეიწირა 50-56 მილიონი ადამიანი. როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. ხოლო რაც შეეხება ომისგან გამოუწვეულ დაავადებებს და შიმშილობას, ამ ყველაფრის მსხვერპლი მერყეობს 19-დან 28 მილიონ ადამიანამდე. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობდა დედამიწის მთელი მოსახლეობის 80%. ბრძოლები 1929-45 წლებში მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რაც შეეხება საქართველოს,
მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის 24%-მა. ასეთი მასშტაბის გაწევა არ ქონია გერმანიასაც კი ყველაზე დიდი მობილიზაციის დროს. გაიწვიეს 700,000 ქართველი, აქედან დაუიღუპა 300,000 ადამიანი. მე-20 საუკუნე ხასიათდება კოლონიური სისტემის რღვევით. 1945-1970 წლებში კოლონიების და პოლიტიკურად დამოკიდებული სახელმწიფოების ადგილზე ჩამოყალიბდა დაახლოებით 100 ახალი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. მე-20 საუკუნე მიღწევების და აღმოჩენების საუკუნეა. მოკლედ ჩამონათვალს მოგაწვდით ამისა, თუ რა ძირითადი მიღწევები და აღმოჩენები მოხდა მე-20 საუკუნეში და ალბათ მისი ჩამოთვლის შემდეგ დამიდასტურებთ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი აღმოჩენების ხანა. როგორია ეს ჩამონათვალი? მარკ ბლანკის კვანტური თეორია, ეინშტეინის ფარდობითობის თეორია, ნახშირის შეცვალა ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა. წარმოებაში შევიდა პლასტმასის და ცელოფნის მასალა. გაშიფრეს დნმ, მოხდა ორგანოების გადანერგვა, ტუბერკულოზის განკურნება, ინსულინის სინთეზირება, რასაც დიაბეტის პრობლემის შემსუბუქება მოყვა. ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს საბრძოლო მანქანა და ტანკი. გერმანელებმა კი პირველად გამოიყენეს მომწამლავი გაზი. ამერიკამ გამოიყენა ატომური ბომბი. ამერიკელებმა პირველად გამოსცადეს თვითმფრინავი. ამერიკელებმა პირველად ჩაუშვეს წყალქვეშა ატომური ხომალდი. ადამიანი აღმოჩნდა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე. ადამიანი ავიდა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ჯომოლუნგმაზე. ადამიანი გაფრინდა კოსმოსში, პირველი ნაბიჯი გადადგა მთვარეზე, დამყარდა პირველი სატელეფონო კავშირი, დიაგნოსტირებული იქნა შიდსი, გამოიგენეს კომპიუტერი. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იცვლება მსოფლიოში პოლიტიკური რეჟიმი. სოციალ-დემოკრატებს ცვლიან კონსერვატორები, მარგარეტ ტეჩერი, რონალდ რეიგანი. 90-იან წლებში მსოფლიო მმართველობაში მოდიან ლიბერალები, ტომ ბლერი, ანგელა მერკელი. ლიბერალიზმი მთავარი და საუკეთესო პოლიტიკური მიმდინარეობა ხდება მსოფლიოში. ამ ახალ სოფლ კულტურაში თავის მოაზრება დაკავშირებულია ღირებულებების გადაფასებასთან, ქრისტიანული მორალისაგან დაშორიშორებასთან, ქრისტიანული აზროვნების არსაჭიროებასთან და საზოგადოებისათვის იმ აზრის ჩამოყალიბებასთან, რომ იქით მხარესაც არის სიკეთე, რითაც ადამიანი ამართლებს ღირებულებების არსაჭიროებას. საქართველო 1921 წელს შევიდა ახლად შექმნილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, როგორც ერთ-ერთი რესპუბლიკა. ღირებულებით და დეზორიენტირებული საზოგადოების საბოლოო შედეგი მონობა, როგორც ეს მის ისტორიაში არაერთხელ გაცხადებულა. მთელი სიმძიმე მონობისა კი არის ის, რომ ამ დროს ქართულ ერთობას წინააღმდეგობის ძალა აღარ შესწევს. მთელი მატერიალური რესურსი ამოწურულია, ხოლო იმდენად, რამდენადაც სულიერი შემადგენელი მის აზროვნებაში აღარ დომინირებს, მონობის უღელი მას საუკეთესო ხვედრად მიაჩნია. 1991 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და აგერ უკვე 30 წელია ჩვენთან ხდება ცვლილებები ხელისუფლებისა, მონაწილეობთ არჩევნებში, ვაკეთებთ არჩევანს უკეთესი მომავლის იგმედით, მაგრამ იგივე ადგილზე ვართ, თითქოს წრეზე დავდივართ. ყოველი არჩევნების შემდეგ საზოგადოებას ეუფლება ნიჰილიზმი და ეკითხება ერთმანეთს, ეს ფილმი ხომ უკვე ვნახეთ. ჩვენ თითქოს თავისუფლები ვართ ჩვენს არჩევანში, მაგრამ თავისუფალ არჩევანს ვერ ვაკეთებთ, რადგან მენტალურად მონობაში ვიმყოფებით. მონობის უღელი ყოველთვის მძიმეა და ის ღვთისგანაა დაშვებული, ერის გამოსაფხიზლებლად. მონობაში გაქრობის საშიშროებით გამოწვეული შიში ხშირად სულიერი გამოღვიძების საწინდარი ხდება. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა უპირველეს ყოვლისა გულისხმობდა ერის გამოღვიძების პროცესს, რაშიც სწორედ ის მსოფლმხედველობის გახსენება იგულისხმება, რითაც ქართული ერთობის იდენტობა იქნა განსაზღვრული და რისი დაკარგვითაც ამ ერთობამ დაკარგა თავისუფლება. ეს ბრძოლა წარმოებდა უდანასწორ ძალთა შორის, სადაც ყველაზე ნიშნეული იყო თავისუფლების მოპოვებისათვის მხოლოდ მიწიერი საშუალებებით გატაცება. სააზროვნო სისტემაში სულიერი შემადგენელის წინა პლანზე წამოწევა ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ეს ბრძოლა წარუმატებლად მიმდინარეობს დღესაც. იდენტობის განსაზღვრელი მსოფლმხედველობის გახსენება აუცილებელი პირობაა თავისუფლების მოსაპოვებლად, თუმცა თუ კი ამ პროცესთან არ ახლდა პრაქტიკული მხარეც და ის საერთო საზოგადო საქმედ არ იქცა, მაშინ თავისუფლებისათვის გაწეული ბრძოლა მარცხით დასრულდება.
მე-20 საუკუნეში იცვლება მსოფლიო საზოგადოების მსოფლმხედველობა. ამ პერიოდის კერპები ხდება ლიბერალიზაცია, დემოკრატიზაცია, გლობალიზაცია, პარლამენტარიზმი, ადამიანის უფლებები. ამ ტენდენციებმა შექმნა ადამიანთა საშუალო კლასი, რომელიც ორიენტირებულია სწრაფად შესრულებად მოთხოვნილებებზე, თავისი უფლებების და თანასწორობის გაუთავებელ დაცვაზე, რომლის არსი და ბუნება მისთვის კარგად არ არის ცნობილი. მე-20 საუკუნის საზოგადოების მთავარი კერპი გახდა კეთილდღეობა. საშუალო ევროპელისათვის საკუთარი ღირსების აღქმა პირდაპირ პროპორციულია კარგ სამუშაოსთან, სიმდიდრის შეგროვებასთან, მაქსიმალური სიამოვნების მიღებასთან. არ თუ ისე ბევრი მუშაობა და ბედნიერების მოპოვება, არა განსხვავებულად, არამედ დანარჩენ სხვებთან მიმსგავსებულად, ანუ დაიკარგა ინდივიდუალიზმი. არაფერი არ არის გარანტირებული, ეს არის პოსტმოდერნის ლოზუნგი. და მთელი საზოგადოება ამ შიშის ქვეშ არის. ამ ახალ რეალობაში, ახალ სეკულარულ საზოგადოებაში თავის მოაზრება დაკავშირებულია ღირებულებების გადაფასებასთან. სრულიად შეიცვალა ევროპული საზოგადოების ფასეულობათა სისტემა. მოხდა ქრისტიანული მორალისაგან კიდევ უფრო მეტად დაშორიშორება. გაცხადდა ქრისტიანული ფასეულობების არსაჭიროება. ქართული ერთობა სრულად მოწყდა როგორც ევროპაში მიმდინარე ინტელექტუალურ შემოქმედებას, ისე საკუთარი მეს ძიების პროცესს. გაწყვიტა შინაგანი კონტაქტი საკუთარ თავთან, რაც ყველაზე მძიმეა, ძირითად ფასეულობებთან, რაც ვფიქრობთ დღემდე გრძელდება. 21 საუკუნეში მოხდა უდიდესი ტექნოლოგიური ცვლილებები და ამის ფონზე კაცობრიობას გონია, რომ დაიმორჩილა ბუნება. გაიმარჯვა ბუნებაზე, მაგრამ ადამიანურ ბუნებაზე ვერ გაიმარჯვა. კიდევ უფრო მეტად გაკერპდა პოლიტიკა, რომელიც ცხადია საჭიროა იმისათვის, რომ დედამიწა არ გადაიქცეს ჯოჯუხეთად, მაგრამ არც სამოთხის აშენებაა შესაძლებელი. თანამედროვე ადამიანს სამოთხეს თავაზობენ დედამიწაზე, მაგრამ დედამიწაზე სამოთხე არ არსებობს. ადამიანი დაცემულია და მას აუცილებლად სჭირდება ღმერთი. მადლობა ყურადღებისთვის.